გამარჯობა. თხოვეს სიმებზე უფრო თლად მესაუბრა და გადავწყვიტე ობერტონებზე გესაუბროთ. ობერტონი გერმანული სიტყვაა და ქართულად ზედაბგერებს ნიშნავს. ობერტონი ბგერის სილამაზეს განსაზღვრავს, კიდაც ტემბრი ვთქვათ, კიდაც ელფერი ბგერის. რა არის ეს ობერტონი, როგორ ვიღებთ, როგორ წარმოიქმნება? ფანდურის სიმს კიდ ხელი ჩავკრათ, კიდ თითები გამოვკრათ, ასე ეს შეირხევა, ხომ? და ჩვეულებრივ ხედავთ, რომ სიმი მთლიანად ირხევა. მაგრამ მთლიანად რხევასთან ერთად სიმი მოკლე ნაწილებადაც იყოფა. მოკლე უბნებად. ეს უბნები დამოუკიდებლად ირხევა მთლიანად რხევასთან ერთად. ანუ სიმი მთლიანადაც ირხევა და უბნებადაც, ანუ ერთდროულად. დავხატე და გაჩვენებთ პირობითად ეს როგორ არის. რომ წარმოიდგინოთ, ეს სწორი ხაზი ჩავთვალოთ სიმი, სანამ შეირხევა და ზევით უკვე ეს დაკლაკნილი მიხვდებით, რომ სიმი რომელიც ირხევა, მთლიანადაც ირხევა და ნაწილებადაც. ეს ნაწილები უბნების სიგრძის მიხედვით სხვადასხვა სიხშირეს გვაძლევს. ამასაც გაჩვენებთ. პირობითად ავიღე მცირე ოქტავის ლა 220 ჰერცი და ეს არის მისი ობერტონები. კვანძები ამ უბნების გამყოფია და ნაბურცი. ეს მოკლე მონაკვეთები აქ სიხშირეებიც დაინახეთ 440, 660, 880 და ასე შემდეგ. რაც უფრო მოკლეა ეს უბანი, მით უფრო მაღალი სიხშირე ისმის. სიმის რხევაზე დაკვირვებით სახელი ვეღარ გავიხსენე. იუნგი იყო. აკვირდებოდა სიმის რხევას და დაადგინა, რომ სიმს სადაც შევარხევთ, იმ ადგილზე კვანძი ვერ წარმოიქმნება, მხოლოდ ნაბურცი არის იქ. და თუ კი სიმს სადმე დავამოკლებთ, აი მაგალითად ნებისმიერ საკითხებზე დავდეთ თითი, ხომ? თავიდან სათავე და ჯორაკი არის, ასე ვთქვათ, კვანძები და თით სადაც დავდებთ. მაგალითად აი მეოთხე შემთხვევით დავდე მეოთხე საქცევზე. და უკვე მეოთხე ხიდი არის კვანძი. სათავე გამოირიცხა. ესე დამოკლდა ჟღერი. სადაც ჩვენ ხელს ჩამოვკრავთ ფანდურს, იქ ნაბურცი წარმოიქმნება და თით სადაც ვადებთ, იმ ხიდზე კვანძი. მაგალითად, თუ კი სიმს ზუსტად 4 ნაწილად გავყოფთ და მეოთხე ნაწილზე ჩავკრავთ ხელს, ან კიდაც თითი გამოვკრათ, ხო, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აქ სპექტრიდან გამოირიცხება ყოველი მეოთხე, მერვე და ასე ჯერადი ობერტონები. და საერთოდ არ იქნება ეს სიხშირეები. ამასაც გაჩვენებთ. ისევ პირობითად 220 ჰერცი ავიღე, ისევით ხედავთ მეოთხე ადგილს და ქვევით დაყოფილი 4-8 ნაწილად სიმის სიგრძე. თუ კი იქ ერთ მეოთხედში ჩავკრავთ ხელს, მოდი ასე ვთქვათ 6 ნაწილად დაიყოფა სიმი. იმ 6 ნაწილად შეირხევა. და უпроსტოდ 6 ნაწილად დაიყოფა, მთლიან რხევასთან ერთად 6 უბნადაც დაიყოფა და 220 ჰერცთან ერთად ჩვენ გავიგებთ 1320 ჰერცს. 880, 1760 და ასე შემდეგ ჯერადი ჰერცები გამოირიცხება იმ ტემბრიდან, ღერის ტემბრიდან, რადგან წეგან როგორც გითხარით, ხელს სადაც ჩავკრავთ, იქ
კვანძი არ წარმოიქმნება. მაგრამ მარტო 1320 ჰერცს არ გავიგებთ ჩვენ. ხევისას ზოგი ობერტონი უფრო ძლიერდება და ზოგი უფრო სუსტად ისმის. და ამიტომ გვესმის სხვადასხვანაირი ტემბრი. ეს რა თქმა უნდა თეორიულად რაც გავარკვიე, კარგია რომ სპექტროგრაფი მქონდეს და უფრო ზუსტად მეცოდინებოდა, მაგალითად რა სიხშირეები ძლიერდება და როგორი ტემბრი გვაქვს. ფანურს მაგალითად რო უკრავთ, ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ტარმუცლის გადამის ადგილზე დაუკრათ, რომ უფრო თბილი ბგერები აქვს და ჩემის აზრით ასეთი ბგერა თბილი ხავერდოვანის შეგვიძლია ვთქვათ ბგერა უნდა ქონდეს ფანდურს, მაგრამ რადგან სხვადასხვა აკორდს ვიღებთ, ასე სიმი გრძელდება და მოკლდება. ხომ? და ტემბრიც თავისთავად იცვლება ცოტა. ეს ობერტონები თეორიულად კი ესე კარგად იყოფა. გვაძლევს ძირითადი სიხშირის ჯერად ბგერებს, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად. რადგან ობერტონი შეიძლება არ იყოს ჰარმონიკა და ეს რას ნიშნავს? სხვადასხვა რამეა ობერტონი და ჰარმონიკა. ჰარმონიკა ალბათ სიტყვიდან მიხვდებით, რომ ჰარმონიულს ნიშნავს. და ეს რაზეა დამოკიდებული? სიმი რამდენად ხარისხიანია. თუ კი სიმი მთელ სიგრძეზე მაგალითად ერთნაირი დიამეტრის არ არის, ცოტა სხვაობაა. ზოგან სხვილია, ზოგან წვრილი, ოდნავ, მაგრამ მაინც. ის წვრილი ნაწილი უფრო მეტად გაიწელება და ეს უბანი უფრო გრძელი იქნება სხვილ ნაწილთან შედარებით. ესეც დავხატე და გაჩვენებთ. ობერტონები, ჰარმონიკები რო არ არის, რას მივიღებთ. ზევით თეორიულად სიმი ზუსტი რო არის, იყოფა აქ 7 ნაწილად დავყავი, 7 ტოლ ნაწილად და ვიღებთ 1540 ჰერცს თითოეული უბნისას. მაგრამ ქვევით როცა სიმი ზუსტი არ არის, სიხშირეები განსხვავდება. ცოტა გრძელი უბანი დავალ ბგერას გვაძლევს, დაბალ სიხშირეებს გვაძლევს, მოკლე უბანი მაღალ სიხშირეებს. და ეს არის ზუსტად ის ჰარმონიკები აღარ არის უკვე ეს ობერტონები. ალბათ ეს იგულისხმებოდა, გახსოვთ რო გითხარით, გიტარის ნახევარი წრე ხიდი რო არის, ობერტონების არაჰარმონიულობა წარმოიქმნებაო ამით. სიმი რო ირხევა, გრძელდება და მოკლდება ამ წრეზე სიმი. და ალბათ ეს არის წეგა როგორც გითხარით, ობერტონების არაჰარმონიულობა, სიგრძე რო იცვლება სიმის, ობერტონების ჰარმონიკები არ არის. ობერტონების რაოდენობა ასევე დამოკიდებულია სიმის სისქესა და სიმკვრივეზე. მაგალითად, მithქვამს, რომ მე გიტარის მესამე სიმს ფანდურისთვის საერთოდ არ ვიყენებ მეთქი, რადგან არ აქვს სათანადო ბგერა. ასე ერთი სიტყვით რომ ვთქვა, მსხვილ სიმს დაგუდული ბგერა აქვს. გიტარის სიმები ხო გიტარის მენზურისთვის და გიტარის წყობისთვის არის გათვლილი. და ფანდურის მჟღერი 520 მმ-ი რო ავიღოთ პირობითად. გიტარის მენზურა 650 მმ-ია, ტორესმა 650 მმ აიღო და ტრადიციულად ეს ითვლება. კლასიკური გიტარის მენზურის სიგრძე არის 650 მმ. და მაგალითად ფანდურისთვის 520 მმ რო ავიღოთ, ეს 4/5-ია სიგრძის. რა თქმა უნდა, უკვე ის 650 მმ-იანი მენზურისთვის გათვლილი სიმები ისეთ ლამაზ ბგერას არ მოგცემს. მოკლე როცა იქნება ეს სიმი. და წყობაც სხვა არის ფანდურისთვის. ძალიან წვრილი სიმი უკვე უფრო ადვილად იწელება, ამპლიტუდაც მეტია და შეიძლება ცუდად იწკიპინოს. ისიც მოვყევი მე მგონი, რომ ერთ-ერთს
0.7-იანი სიმი ქონდა ბანიფანდურზე აბმული და სიმი წკიპინებდა ძალიან, წვრილი რო იყო. ანუ უნდა შეირჩეს ფანდურისთვის სიმის სისქე და სიმკვრივეც. კვრივი სიმი ისე კარგად ვერ იდრიკება, ესეც ობერტონებით ღარიბდება და იმდენად ლამაზი არ არის. ბგერა. მაგალითად, ფორტეპიანოს სიმებზე წავიკითხე, რომ მე-19 საუკუნეში დაჭიმულობა დაახლოებით 4 ჯერ გაიზარდაო, ანუ მე-19 საუკუნის განმავლობაში, რადგან ფორტეპიანოს თანდათან უფრო და უფრო მსხვილი სიმები აუბესო. და ასე ტემბრი გაღარიბდა ფორტეპიანოში, რადგან მსხვილი სიმია და ვერ იდრიკება ისე კარგად, როგორც წვრილი სიმი. ცუდია, რომ საქართველოში სიმებს არავინ აკეთებს, რომ შეგვეძლოს დადგენა ფანდურისთვის რა სისქე სიმი უნდა იყოს. მაგრამ ამისთვის თუნდაც ჯერ უნდა გავარკვიოთ, რამხელა უნდა იყოს ფანდურის ჩანა. ალბათ გახსოვთ, მთლიანად უწოდე ჩანა, ანუ პირი არის და მუცელი. ჯავახიშვილი ამბობს, რომ მუცელი და ჩანა შევინარჩუნოთ, მაგრამ ორი ტერმინი ერთი ნაწილისთვის ჩემი საზრით არ არის მართებული და მუცელი, რადგან გლეხები მუცელს უწოდებდნენ ამ გამობერილ ნაწილს, ასევე დავტოვე და ჩანა მთლიანად უწოდე მუცელს და პირს ერთად. ჩვენ უნდა გავსაზღვროთ, ჩანა რამხელა უნდა იყოს, რადგან მithქვამს, რომ სხვადასხვა წყობის საკრავს გულის მოცულობა სხვადასხვა უნდა ქონდეს. გული იცით, რომ მუცლის ღრუს სივრცე რამხელა არის. ამდენი კუბური მილიმეტრია მუცლის ღრუ შიგნით ჰაერი, მოცულობა უფრო სწორედ. სხვადასხვა წყობის საკრავს სხვადასხვა მოცულობის უნდა ქონდეს მუცელი. ჯერ ეს უნდა დადგინდეს. ალბათ ჯობს ასე დავიწყოთ, რომ ჯერ რამხელა უნდა იყოს მუცელი ის დადგინდეს სხვადასხვა წყობის საკრავისთვის. მერე ჟღერის სიგრძე და სიმის სისქე, სიმკვრივე. რომ სათანადოდ ლამაზი ბგერა მივიღოთ. გიტარის სიმები წეგან ვახსენე და უფრო განვავრცობ. გიტარისტვის ითვლება, რომ მაღალი დაჭიმულობის სიმებია საუკეთესო. და ამას საკითხზე რო ვფიქრობდი, რატომ არის მაღალი დაჭიმულობის სიმები კარგი? ასეთი რამ შევამჩნიე, რომ გიტარაზე ხოლმე თითების გამოკვრით უკრავენ. რბილი სიმი გამოკვრისას თითი ხო უნდა გამოდო და ესე გამოკრას. გამოკრა ეგ არის, ხომ? რბილი სიმს უფრო შორს წაიღებს თითი და გაძლელდება დაკვრა. თუნდაც ამიტომ არის მაგარი სიმი კარგი. რომ ადვილად დაუსხლტება თითიდან დამკვირვებს და განსაკუთრებით სწრაფად დაკვრისას უფრო ადვილად დაუკრავს. და აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ რაც უფრო სწრაფად უნდა დაუკრა, ჯობს ჯვარაკისკენ წაიღო ხელი, რომ ჯვარაკისკენ უფრო მაგრდება სიმი და უფრო ადვილად დაგისხლტება თითებიდან. მართალი არის თუ არა მეთქი ეს ჩემი მოსაზრება და გადავამოწმე კლასიკურ გიტარას უცქირე ვიდეოებს რო უკრავდნენ და მართალი აღმოჩნდი. რაც უფრო სწრაფად უკრავდნენ, ხელი უფრო ჯვარაკისკენ მიქონდათ და თუკი ხელი ჩამოკრა უწევდათ, ასე ვთქვათ, ტარისკენ წამოიღეს ხოლმე ხელი, რომ უფრო მარტივია, ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, უფრო მარტივია ხელი ჩაკვრა, რაც უფრო შუაშია და თითების გამოკრა, რაც უფრო ჯვარაკისკენ წაიღებ ხელს. კიდევ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის გიტარისთვის მაგარი სიმები კარგი, ეს მისი, მოდი კორპუსი ვთქვათ, რადგან გიტარაზე ვსაუბრობთ, მისი კორპუსის ზომა, რაც უფრო დიდია მუცელი კორპუსი, მით უფრო მაგარი სიმი უნდა ქონდეს, რომ მოერიოს და მეტად შეარხიოს, ხომ? ხომ უნდა გაისმეს კიდეც საკრავი. სიმი რაც უფრო რბილია, შილაგანი ხახუნით უფრო ჩაიხშობა ის ენერგია, იკარგება ენერგია და ვერ გადასცემს ისე კარგად. ვერ არხევს. ამ შემთხვევაში გიტარაზე რადგან ვსაუბრობ, დეკას ვერ არხევს ისე კარგად, ვერ გადასცემს გვერდებს და ზურგს ისე კარგად რხევებს და ჩუმია გიტარა, ხომ? ამიტომ არის, თუნდაც კიდევ, ამიტომ არის გიტარისთვის მაგარი სიმები, კარგი, მაღალი დაჭიმულობის სიმები.
და ფანდურისთვის ცივ ბგერას გვაძლევს, მე მგონი ესეც მithქვამს. ამიტომ არ მომწონს მაგარი სიმები და მარტო ასე ცივ ბგერას არა, უფრო ძლავრი ბგერა მოაქვს ფანდურის ყოველ შემთხვევაში ჩემ ფანდურებიდან და აღარ გვაძლევს ფანდურის ტემბრს. და ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ გიტარის სიმებს როცა უბავ ფანდურზე, კარგ ფანდურებზე ზრბილი სიმები შევარჩიო. და ეს რბილი სიმებს ვიყენებ ფანდურისთვის. ზეგანაც თქვი და ისევ გავიმეორებ რომ კარგი იქნება რომ საქართველოში იწარმოებოდეს საკრავის სიმები რომ ჩვენთან შეგვეძლოს იქ სიმკვრივის ცვლა რომ დავადგინოთ სხვადასხვა წყობის ფანდურისთვის ჯერ ხომ მჟღერი სიგრძე გვაქვს დასადგენი და აგრეთვე სიმის სიმკვრივე რომ სათანადო ბგერები მივიღოთ, შეიძლება ლამაზი ტემბრი მოგცეს საკრავმა. მithქვამს ხოლმე რომ ფანდურმა მომღერლის ხმა უნდა შეავსოს, გაალამაზოს, გვერდში უნდა ამოუდგეს მომღერალს, ფანდურმაც უნდა იმღეროს. და რომ იმღეროს, სათანადო სიმები უნდა გქონდეს, რომ სათანადო, მოდი ასე ვთქვათ, სათანადო ობერტონები მივიღოთ საკრავებისგან. იმ ფანდური იყოს, იმ ჩონგური იყოს. გონებს სულ ეს არის ობერტონებზე, რაც მინდოდა მეთქვა. დაგემშვიდობებით.